აი გახარიას და მისი პარტიის ფარისევლობაზე და ცრუპენტელობაზე ერთ ვიდეო რო არ ჩავწერო, შეუძლებელია რამდენი პოდკასტი იყო, რამდენი კითხვა დაისვა და ეს ბრიყვი მიამიტური სახით რო ამტკიცებდნენ, რომ იცი რა, არა ჩვენ პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ, ლეგიტიმაციას ქართულ ოცნებას არ გავუკეთებთ, ჩვენ ვართ ფულზე გამოკიდებული, სკამებზე და პრივილეგიებზე გამოკიდებული, რაღაცა ვითომ მებრძოლები, რომლებსაც რო კითხო, ჩვენო ვაგრძელებთო ისევ ბრძოლაშიო და პროტესტში მონაწილეობასო და რეჟიმის ტყვეების თავისუფლებას ვითხოვთო და ამ დროს შელაგებას აპირებენ პარლამენტში. მათი ლიდერი გაქცეულია ქვეყნიდან. ოღონდ კარგად დავაკვირდეთ რა, მესმის რომ რაღაც დიდი მუხლით ემუქრებიან, ოღონდ აქ არის პატარა ნიუანსი. რამდენი წლითაც არ უნდა გემუქრებოდნენ, ხო? შენ თუ ამ პროტესტის გჯერა და შენ თუ ამ პროცესის გჯერა, ეხლა რომელშიც ხარ და ამ ბრძოლის, შენ ხო ზუსტად იცი, რომ იმდენი წლით არ მოგიწევს ციხეში ყოფნა. მოგიწევს მაქსიმუმ იმდენი ხნით, სანამ არ დადგება გამარჯვება და შესაბამისად რას ნიშნავს ეს, კარგად რომ დავფიქსდეთ. გახარიას და მის პარტიას ამ ბრძოლაში გამარჯვების უბრალოდ არ სჯერა, ეს არის ფაქტი. ხო და აი რა ვიცი, აბა ეხლა მიქნებ გაჩუმდნენ და შეელაგდნენ იმ პარლამენტში. შეუერთდნენ აი ხალხის ძალისნაირი რაღაც ოპოზიციის სახით ქართულ ოცნებას და გავერკვევით ვინ არის, ვინ სად არის და ვინ ისთვის იბრძვის.